ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმების მიღწევას ისევ შეეცდებიან. ირანის ბირთვულ პროგრამაზე სამსჯელოდ შეხვედრის ადგილიც უცვლელია. შაბათს 12 აპრილს მაღალი დონის დიპლომატებს ომანი უმასპინძლებს. ამერიკის შეერთებული შტატები გარიგების მისაღწევადაა განწყობილი, თუმცა არც იმას მალავს, რომ დიპლომატიის წარუმატებლობის შემთხვევაში სამხედრო პასუხზეც ნაფიქრია. დონალდ ტრამპის ამოცანა ისაა, რომ ირანმა ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას. ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბრები ირანთან, უმაღლეს დონეზე. ბევრი ამბობს, რომ ეს არაპირდაპირი გზით ხდება, არა, მათ ვესაუბრებით პირდაპირ და შესაძლოა შეთანხმება შედგეს, რაც კარგი იქნება ირანისთვის. შაბათს გვექნება დიდი შეხვედრა, თითქმის უმაღლეს დონეზე და ვნახავთ თუ რა მოხდება. უნდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ცუდის თავიდან არიდება. ეს იქნება ძალიან საშიში ტერიტორია, ამიტომ იმედია ეს მოლაპარაკება იქნება წარმატებული. ვფიქრობ, თუ საუბრები წარმატებული არ იქნება, ირანი დიდ საფრთხეში აღმოჩნდება. მეც იწყება ამის თქმა, მაგრამ დიდი საფრთხეებით, რადგან მათ ვერ ექნებათ ბირთვული იარაღი. ეს არ არის რთული ფორმულა. ირანს იარაღი ვერ ექნება. ამჟამად არსებობენ ქვეყნები ბირთვული იარაღით, რომლებსაც ის არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებას. თუ მოლაპარაკებებზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ, ირანს ძალიან ცუდი დღე დაუდგება. ამაშია საქმე. ტრამპს დაეთანხმა ვაშინგტონში სიურპრიზად ჩასული ისრაელელი პრემიერიც. ირანის მიმართ ხისტი განცხადებებით გამორჩეულმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიესალმება დიპლომატიურ შეთანხმებას. ისეც, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ 2003 წელს ლიბიის შემთხვევაში მიაღწია. რაც შეეხება 2025 წელსა და შაბათის შეხვედრას, ამ მხრივ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ იმაზე, მხარეებს შორის შეხვედრა პირდაპირ იქნება თუ არა. ვაშინგტონში თქვეს, რომ კი, ირანში თქვეს, რომ არა. თეირანში თვლიან, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მეტი დეტალი გაამხილა და თქვა, რომ შეხვედრას პირადად დაესწრება. ამერიკულ მხარეს კი ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ირანელი ხალხის უფლება და შევამსუბუქოთ სანქციები. თუ მეორე მხარეს მართლაც სურს ვითარების დალაგება, მაშინ მიზანი მიღწევადია. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას, მოლაპარაკება პირდაპირია თუ არაპირდაპირი. ამჟამად ჩვენ ვამჯობინებთ, რომ ის დარჩეს არაპირდაპირი. ჩვენ არ მიგვიღწევია რაიმე სახის შეთანხმებამდე, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავიდეთ. არ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი დაეხმარება. თუ მეორე მხარე აჩვენებს რეალური ინტერესს, შეთანხმება შედგება. როგორც იტყვიან, ბურთი მათ მხარესაა. თუ ომანში რეალური სურვილით ჩამოვლენ, შედეგი იქნება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თუ პატივისცემის ენით დაგველაპარაკებიან, მოლაპარაკებებზე წავალთ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ნამდვილად შედგება. ის იქნება არაპირდაპირი და გაიმართება ომანში. განხილვის თემები იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები და ის, რაც ირანელ ხალხს ადარდებთ. ირანის საგარეო წყობაში იმასაც ამბობენ, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები მუქარას აღასრულებს, ირანი პასუხს არ დააყოვნებს. ვინც ირანის ისლამურ რესპუბლიკას ემუქრება, უნდა იცოდეს, რომ თუ მუქარას შეასრულებენ, ირანისგან მიიღებენ სწრაფ, გადამწყვეტ სიღრმისეულ პასუხს. ირანი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ ესწრაფვის სამართლიანობას ლეგალური არხებით. ვნახავთ, როგორ გადაწყვეტს საკითხს ამერიკის შეერთებული შტატები, იმ ისტორიის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობდა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები გასული 10 წლეულის მანძილზე. ვფიქრობ, საჭიროა პრობლემის რეალურ ფესვებს ჩავწვდეთ, რომ ის მოხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ გადავწყვეტთ. ფესვები საკმაოდ შორს მიდის. მის გადასაწყვეტად ბოლო მცდელობა 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა, თუმცა შუამავლების ჩართულობით. მოლაპარაკებებმა შედეგის გარეშე ჩაიარა. გარღვევა 2015 წელს იყო, როდესაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ირანი ურანის გამდიდრების შემცირებაზე დაითანხმა, თეირანზე ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. გარიგება მანამ იმუშავა, ვიდრე 2018 წელს დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება არ დატოვა. მიზნების მიღწევას პრეზიდენტი მეორე ვადით შეეცდება, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შტატებს ტონის შეცვლას ურჩევენ. ამ მოცემულობაში ყველა მხარემ, რომელიც ირანის ბირთვულ გარიგებაშია ჩართული, უნდა იმოქმედოს დიალოგის გაძლიერებაზე. იმისათვის, რომ ვითარების ესკალაცია აირიდონ თავიდან. როგორც ქვეყანა, რომელმაც საომხრივად დატოვა ირანის ბირთვული შეთანხმება და სიტუაცია აქამდე მოიყვანა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური გულწრფელობა, ურთიერთპატივისცემა და შეწყვიტოს ძალით მუქარის არასწორი პრაქტიკა.
თავად ჩინეთი, ისევე როგორც საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თანახელმომწერია. მაშინ სანქციებით დამძიმებულმა ირანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს უფლებაც კი დართო ადგილზე მონიტორინგისთვის, იმაში დასარწმუნებლად, რომ ბირთვული ობიექტები შეთანხმების შესაბამისად მუშაობენ, რომ მას უკიდურესად სამოქალაქო მიზნებით იყენებენ და არა ბირთვული პროგრამის გასავითარებლად. შეთანხმებიდან შტატების გასვლის შემდეგ ირანმა ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობა გააძლიერა.